გვიანია უკვე ელენე და წავალ მეჯობია. აუ, სოფი, არ წახვიდე რა, დარჩი ცოტა ხანი. არა ნიკუშ გვიანია, მაგრამ ხვალ მოვალ რა. კარგი, მაშინ გაგაცილებ, მე გავაცილებ რა. ხალი? რა ხმა, თაგ ვიყავთ? რა? ვაი, რა ხმა? არა, სელაპია. მოდი ლაშქარი. დედა, ეს რა მთრალია? ამას რა შემოიყვანს? თუ შემოიტანს? რა თუნდა და შემოტანა, ვერ ხედავ რა კარგად წევს კედელზე და მე ავაფაროთ და იგარ. იცი ნიკა, გამოიწია. ლაშა, შემოდი ლაშა. ამიდა ელენე, მე თვითონ შემოვალ. Sophie. მე თვითონ მივხედავ ყველაფერს. მე თუ ვერ მივხედავ. ერთი გეხვეწების ავილაგი რა. Sophie, აკა ხარ შენ Sophie, გენაცვალე, მე მინდა იყოს, მე თვითონ მოვალ, იყოს. ერთი წუთი Sophie, გოგოში. ელენე, არა აქვს რეაქცია, ისეთი მთრალია. ლაშა, მოდი შენ აქ დაჯექი დივანზე. Sophie გაატარე, მიდის უკვე, მიდის. მე რატომ ველაპარაკებ, გეგონება ყრუვე. დავჯდომა კარგია. დავჯდომა, მოდი დავსხდეთ Sophie რა მედაში. რა, მოდი დაჯექი, რატო ნერვიულობს. Sophie, ბიჭები ვიყავით ახლა. ძალიან კარგი დრო ვატარეთ რა. ლაშა, მომისმინე. სად იყავი? მე რა ვიცი. მე რა ვიცი ხა, მე რატომ მეკითხე, მე საიდან უნდა ვიცოდე სათქვა? არა, Sophie. ლაშა, მომისმინე. საიდან ხა უნდა ვიცოდე, მე რატო გონია ელენეს, რომ მე უნდა ვიცოდე სად ვიყავი. რა გინდა? ლაშა, მომისმინე, რომ გირეკავ, რატომ არ მპასუხობ? როდის მირეკავ? როდის მე არაფერი არ გამიგია, როდის მირეკა, ხა მე რო დაერეკა ჩემთვის რა გიპასუხებ? როგორ არ გიპასუხებ? რა თმინდა ხა? ეგ ლაპარაკი მინდა ხა Sophie. რო დამირეკე, კაცო, დამირეკე და გიპასუხებ, ხო რა? მეს ეგ არის ტელეფონის ზარი კაცო მითხარით მე რომ ტელეფონის ზარია ეგ და უპასუხებ მე რა ვიცი რომ ტელეფონის ზარია ეგ ნიგა ნილი ბავშვი გააღვიძე ნილი გააღვიძე ბავშვი ბიძაინა ცოლოს მაგას ეხლა ნახ აი მიყვერი ხარ ეძინოს ცოდვა ბავშვი გააღვიძე რომ გეუბნები ეხლა კაცო აი გავაღვიძებ აი აი მოვედი სადა ხარ ვიცი ვამდე ხარ მოდია შემაიმუნე ეს არის ჩემი ბიშვილი უსაყვარ ჩემი იმედი არა ადექი და აბა ბიძას რო უყურს ის გააკეთე მიდი მიდი ქარი გიმღერის ნამას ზღაპარს გიამბობს ჭადარი ზეცნამალეს დამავსო იჭვები საქართველო ლამაზო
სად არის? მართალი ხარ. ამ სიმღერას ფეხზე უნდა წამოუდგეთ, სოფი. მოდი მიმღეროთ სამი. აბა, სანამ ვიმღერებთ. დაშტი მოიტანე. ვაიმე ნიკა მოიტანე. ცუდად ახარ. ელენე მოდი გეხვეწები ცუდად არის ლაშ დაჯექი. მოიტანე? ვაიმე ელენე მოდი ცუდად არის. ჩამოასხი ახლა მიდი. აი ამ სასმისით მინდა დავლიო ჩემი ქვეყნის აქტივს. ცუდად არის. ჩამოასხი კაცო რა, ვინ არის ცუდა? ვინ არის ცუდა? ლაშა, მომისმინე, ლოგინი გაგიშალე, შედი დაწექი. ლაშა, შედი და დაწექი. ლაშა, ლაშა. ვაიმე, სამჯერ გითხარი შევალ დავწები დავიძინებ ეგ. რა თქმა უნდა ეს გამეორება. ელენე, ვერ გა ხო გითხარი სამჯერ, ამდენჯერ უნდა გაგიმეორა რა. წავალ დავწები დავიძინებ. მოიწოფი მიდიხარ? მოიცანე ხა, უნდა გაგაცინო. აბა, მე უნდა გავაცინო სოფი, მარტო. გავაცინო სოფი, გავაცინო, სოფი გავაცინო. სოფი გავაცინო, აბა, გავაცინო სოფი. ესეც ასე, სოფიც გავაცილე. კარგად სოფი. წავედი ნიკა დაიძინე დაწექი, თორე ამან თუ დაიწყო ხრინვა, მე ვეღარ დაიძინე. მიდით, ჩიტებო იჭიკჭიკეთ, მიდით, შეგვიქმენით რომანტიკული გარემო, მიდით ახლა, წავიდა, წავიდა ახლა, ჰე. ამა თუ ყურე გაფრინდე. არა უშავს მე ვიჭიკჭიკ, გაფრინდე, მე ვიჭიკჭიკებ, ის შეგვიძლია რომანტიკულ გარემოს თეკლა. ეხლა მე ვიჭიკჭიკებ, უყურე. ბატა რა რომანტიული წყვილი ვარ. ხო, აბა, მოდი იცით ეხლა რა ვქნათ. მოდი დღეს მე ვიქნები რომეო და შენ იყავი ჯულიეტა, რა სიტყვი? არა ბატა, ეგენი კვდებიან, სხვები ვიყოთ. კარგი, მაშინ მე ვიქნები ტრისტანი, შენ იყავი იზოლდა. კარგი, მაშინ შენ იყავი ნუნუ, მე ვიქნები ემზარე, აბა, რა ვიცი. მეტი სოცხალე რა უნდა დარჩა და რა გავხდათ, რა გავაკეთოთ, ვერ გავიგე. ბატა, იცი რა ვფიქრობ? არა. ხო, ნუ საიდან გეწოდება, მე ვფიქრობ. რატომ მოდი დღეს ერთმანეთს მოვუწყოთ ყველაზე თბილი და ტკბილი დღე. თბილი და ტკბილი დღე? კარგი. მაშინ აივანზე გავიდეთ, მზეს მივეფიცხოთ და შაქარი ვჭამოთ, ჰა? რა სიტყვა? გიჟდები, კარაქიან პურზე მოკლი შაქარზე, იცი როგორ მიყვარს მაგარია, ხო? არა, ბატა, კარაქიანი პური და შაქარი, აი რამე უფრო რომანტიული მოვიფიქროთ. კარგი, უფრო რომანტული, მაშინ კარს ჩავკეტავ. მთელი დღე ვიყოთ სახლში მარტო მე და შენ ერთად. მერე იქ მუსიკა, იქ შამპანური, იქ მიყვარს ეს კარაქიან პურზე მოკლი შაქარი და რა ვქნა, ჰა? კარაქიანი პური არა და კარი არავის გავუღოთ ჩიკე თანხმები. ხო? აი მთელი დღე რო რეკოს მაინც არ გავუღოთ კარი. არა. ხო. შენ სახში ხარ? არა, შენ? არც. ეს თუ სახში არ ვარ, წავიდეს. რა დაველოდეთ რამდენი ხანი? ნახოთ. ხო, ნახოთ. ზარს ვრეკავდი, მაგრამ ვერ გაიგეთ ალბათ, არა უშავს. ხელს ხო არ გიშლით? პრინციპში კი. კარგით, მაშინ მოგვიანებით შემოვა. საქმე მაქვს შენთან. კი ბატონო, ნახვამდის დროებით. მე ხა წავალ კარს ჩავკეტავ და არავის არ გავუღოთ, კარგი? კარგი. ხო გითხარით მოგვიანებით შემოვა. ეხლა სხვა გიშლით ხეას? არა, ტელევიზორს უყურებთ. შეყვარებული ხალხი ხართ, ხო რა დროს ტელევიზორია, მოესიყვარულეთ ერთმანეთს. აბა, ბატა, ჩვენ როგორ ვერ მოვიფიქრეთ? როგორ ვერ მოვიფიქრეთ ჩვენ? ბატა, საქმე მაქვს შენთან რა. გისმენ? მე თუ გიშლით გავა. არა, თქვენ იყავით როგორ გეკადრეთ. ერთი წუთი თუ შეიძლება. კი ბატონო, ბოდიში ეხლა. კარგი. კოცნი. მე კოცნი. გაიგო.
ბატა რაშიც საქმეში დალაპარაკება მინდა შენთან და თეკლას მომერიდა რომ მეთქვა რომ გადითქო და იქნება შემოთქვა მაინც უფრო ახლოს ახარ მასთან ჩემგან შეიძლება ეწყირო შენგან უფრო ის იქნება გავიგე მადლობა აჰა მოდიში რა კი ბატონო არ არის პრობლემა ისა თეკლა ის პროფესორმა საქმე მაგდა დაქტოროსო კარგი აი კოცნი მეც კოცნეს გაიგო ნიკა რა საკეთებ? რა ვიცი დე ცუდი ფერი აქვს სახეს და ვიფიქრი მოუხდება თქო იტალია მთელი ღამე აქეძინა? არა კატო ძელი სხვა რაღაცა მთელი ღამე აი აქ იდო რა მაგარია ჩვენი ლენინი ყავს დე საერთოდ არ გაუღვიძია ხო? კი როგორ არა წაღან გაიღვიძა და რა უმერე? რაო და და ვერე დაიძინა არა ლაშა ესეთი მთვრალი პირველად ვნახე პირველად და შენ დამატების დღეზე? კარგი მეორედ და ახალ წელს რომ დალია მამასთან ერთად და შენ რომ ეჩხუბე? კარგი ნიკა მესამე და კარგი ნიკა ერთი წუთით ლაშა ასეთი მთვრალი ვნახე მე-14 და საერთოდ გრძნობა აქვს თუნდაც ხო არ არის? არა მე ხა სოფი ჩავიდა წამალს ამოუტანს გადასხმას გაუკეთებს და იმედია მოვა გონზე დე გონზე ახლაც მოსული აი უყურეთ ლაშაბიძია შენ ხო ხარ ყველაზე ბოთე აი არა ლაშაბიძია მე ხო კაი ბიჭი ვარ აი კიო ლაშაბიძია სოფი ხო აღარ გიყვარს აი არაო მე მithmab ხო აი კიო აი თქვენც ხომ აქ იყავით რას თქვა მე რო აღარ გადათქვას დიახ ისმე პროფესორ მოგეთ ბატა გადავწყვიტე რომ თათიას ხელი ვთხოვო რა ანუ ცოლობა ხო დამეხმარე რა და მე რაში უნდა დაგეხმარ მე ვთხოვო ცოლად გამოვყევი თქო თუ რა გავაკეთე არა აბა აი აქ მოგ ჩამოწერილი 10 სხვადასხვა ვერსია როგორ შემიძლია ხელი ვთხოვო და შენ მირჩიე რომელი უფრო ორიგინალური კი ბატონო აბა გადავხედა კი ბატონო ნახოთ გადავხედა ტალახი არ ვიცი ხა ქონ ერბო რა ქონი კაცო არ ვიცი ეს მე აბა ეს მე მგონი ეს კარგი უნდა იყოს ავე ეს კარგია ვითომ რავი რატომაც არა ზოოპარკინოს სპილო გამომატანეს რა მოდი დავანებოთ თავის სპილოს ბატონო პროფესორო მე მოგიფიქრეთ რაც უნდა გააკეთოთ რამე ლექსი წაუკითხეთ ან უფრო რომანტიკული იყოს ხო ხტებით ან ლექსი წაუკითხეთ ან უმღერეთ რამე სიმღერა კი ბა ვიცი ლექსი ერთი კარგი ლექსი ვიცი ლექსი იაპონური ძალიან კარგი კი მთავარია ლამაზი იყოს რა მნიშვნელობა აბა გისმით ჰაიკუ ხო ჰაიკუ ჰაიკუ ეს სტილი არის გასაგები მიმდინარეობა ხო გასაგის აშო არის ავტო ეს ცნობილი ის იყო ჰაიკუისტი იაპონია ხო ეს ლექსი არის ფურუიკე ია კავაძუტობი კომუ იძუნო ოტო მოდი ბატონო პროფესორო იცით რა არის გავანებოთ ლექსი თავი მოდი სიმღერა არა და კარგი ლექსია არა გასაგებია რომ კარგი ლექსია და კარგი მიმდინარეობაა მაგრამ მოდი სიმღერა ვცადოთ აბა სიმღერა შეგვიძლია რა სიმღერა მოსინჯოთ მაშინ ეგ რა არის ბატონო პროფესორო ასე იწყება უკასე ეხლა რა ხდება
ეს გიტარა შევიდა რა. ბასი გიტარა. ბას გიტარა. მოდი სანამ საყვირი შევიდა გავანებოთ ცოტა ხანი ამას თავი. ხო, მოდი. ლექსას გავანებოთ თავი, მე მოვიფიქრე რაც უნდა გქრათ. მოკლედ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ბარის უკან დაიმალებით თქვენ? ხო. ბარის უკან იმალებით და მაინც დასამალი რა მჭირს, რომ მშვენიერი ბიჭი ვარ. არა, გასაგები უფრო რომანტიკული იყოს, ხო ხდებით, უფრო სურპრიზი, მოულოდნელი ეფექტი ექნება, ხო ხდები რა? და თათი როგორც კი შემოვა, ეგრევე ამოხტებით და პირდაპირ ეთქვით თქვენ საქმეს. რო შევაშინო, ხო? არა ბატონო, პირველ შეაშინო, ანუ ლამაზი იქნება მოულოდნელი ეფექტი, სურპრიზი, ხო ხდები რა? ხო. ხო, მიმდინარეობა ეს რა, ხო ხდები, ხო. მოდი, აბა ცადოთ ახლა ესეთი რამე. ეს არის ბარი. ბარი, ხო. ბარი. აქედან თუ იქიდან? აქედან, ხო. ეს არის ბარი აქედან. მე ვდგავარი, აბა წავიდა, გავაკეთოთ. ნახოთ ახლა მოისინჯოს ეს ვარიანტი, ჩაიმალე. მე არაფერი არ ვიცი, მე არ ვდგავარ, მე არაფერი არ ვიცი. მზად ხარ? ჩანვარ? არა, მზად ხარ? კი. წავიდა. ბატონო პროფესორი, ეხლა ეს დავიჯერო, სწრაფად ამოხტომა იყო ეხლა ეს? ჰა? ცოტა უფრო სწრაფად არ შეგიძლია ბატონო, აბა რა, წავიდა ტემპში ცოტა, აბა მე არაფერი არ ვიცი, ვდგავარ აქ. მზად ხარ? ჩანვარ? არა, მზად ხარ? კი. წავიდა. კარგი, ხა ბატონო პროფესორი, თუ დამცინი არ ვიცი, ხა ეს იმაზე სწრაფად ამოხტომა იყო, ვითომ დავიჯერო წეგარო იყო, ჰა? რას ლაბორო, უნდა ნახო გული როგორ ამიჩქარდა. მე ხო არ მესმის და აბა რა ვიცი, აბა ხო. ვარჯიშ და რეპეტიციები არ მინდა, მე სწავლ პირდაპირ იმპროვიზაციას გავაკეთებ. გასაგები, ეგრე ჯობია, კი ბატონო. მადლობა. არა, როგორ გეკადრებთ, ეგრე ჯობია, კი ბატონო. თეკლას ბოდიში გადაეცი ჩემმა. კი. თეკლა. ბატონო. გამოდი. თეკლა, რაზე შევჩერდით? თუ სად შევჩერდით? სად შევჩერდით აი აქ. აქ, გასაგებია. უი, სულ დამოვიწყოთ მეკითხვა და ჩემი მეჯვარე იქნები? თეკლა, ამას ახლა კი. გამოუშვებ? ბატონო. გამოუშვებ? კი. დღეს მინდოდა რომ განთავისუფლება მეთხოვა შენთვის. მეგონა რომ ლაშა დაიტოვებდა ბავშვს, მაგრამ ლაშა თუ ესეთ მდგომარეობაშია, აღარ გამოვა რომ მე გამანთავისუფლო და დღეს გამანთავისუფლე რა. კი გაგანთავისუფლებდი, მაგრამ არ მინდა ნიკამ ბიძამის აი ესეთ მდგომარეობაში უყუროს. კარგი გასაგები. უკვე მე-15-ად. კარგი. კატო, იცი რა ქენით? შენ და ნიკა წადით ზოოპარკში. კარგი. ხო, ნიკა, მიდი ჩაიცვი, შენ და კატო მიდიხართ ზოოპარკში. ნიკა, მე კი წაგიყვანი, მაგრამ ლაშა ბიძე რო გაიღვიძებს, აქ ხო უნდა ვიყო. რო გაიღვიძებს თუ გაიღვიძებს? მიდი, ნიკა, მოემზადე, თან ახალი ცხოველები ეყოლებათ ზოოპარკში. ვა, მართლა სელაპი ყავთ? არა, სელაპი არ ყავთ. სამაგრად ჩვენ ყავს. მოდი ჩავაბაროთ. გამარჯობა, ვიკატო, გამარჯობა. მოვედი. მოვიტანე, ამას არ გაუღვიძიო, ხო? არა. აქვე გაუკეთოთ გადასხმა. კარგი, სოფი და ამ გადასხმას რო გაუკეთებ, გამოვა უშველი? რა წესით კი უნდა უშველოს. ამას გადასხმა კი არა, უფრო გადმოსხმა ჭირდება. ამას გადასხმა კი არა, უფრო გადმოსხმა ჭირდება. ცოტა საჭმელი და ღვინო რომ მოაკლდეს სისხლს. კარგი, გაჩერდი ახლა შენ ჩაიწვი და წავიდეთ იმ ზოოპარკში თუ სადღაც. ისე რა საინტერესოა. ახლა რომელი ვესიზმრებით? მე აშკარად. კი, აი ესეც სახე აქვს. სოფი. არა, აშკარად მე ვესიზმრები. ნახე როგორი სახე აქვს. გამარჯობა კატო. აშკარად. არა, არც ერთი არ ესიზმრებით. ნახეთ როგორი სახე აქვს. ჩიხირთმა. დადი ჩაიწვიო. გასაგებია, კარგით, წავალ მე თორე მე მგონი ხელს გიშლით. არა, უკვე მივეჩვიეთ. დავჩე? არა. კარგი, ასეც ვიცოდი. კარგი, ნახვამდის. თეკლა, მიდი სახლის ტელეფონი გათიშე, მე კარჩავ კიდო, მიდი. ეგარი, მოიცადე.
ორჩა, მოდი ჩემთან ძვირფასო. აი მე ვიტირებ ხა დედას ვისაუბრ თუ გავახო კარი. და ვიცი რომ სახში ხარ გააღეკარები. პატა, შენი სუნთქვის ხმა მესმის? პატა, სუნთქვას ნოიკავებ გრძნობ. პატა, გააღე, თორე მე შენია უკვე. მიზია რა გინდა თუ კარები ღია დატოვე ფრიდორი მოვა ინდირას აბობის ქორწილზე უნდა ვილაპარაკოთ სხვაგან რომ გელაპარაკოთ მომდეიდა სხვაგან საჩემთან თუ ფრიდორთან ან ერთთან ან მეორესთან კი თეკლა მაგრამ ამოვედი და ხა უკან ხო აღარ წავალ თანაც პასტიკა მაქვს ახალი მოსული რა შეიძლება მადლობა პაატა დიდი მადლობა ნუნუ მითხრა პაატამ თქვა ჩემთან ავიდეთ ქორწილის ამბებზე ვილაპარაკოთო დიდი მადლობა გამარჯობა გიგადება სხვანაირად როგორ შეიძლება ბატონო თვითონ მე და თეკლა ლაპარაკობდით წეგან მარტო ვიყავით სახში ჩვენთვის და რა მოწყენილები ვართ ნეტა ვინმე შემოვიდეს და ბობის და ინდირას ქორწილზე დაგველაპარაკოსო მე როგორ გავიმართლა როგორ გავიმართლა კარს დავკეტა. დაკეტე შენ. ოთახში შევა. შედი ოთახში. შედი ოთახში. ანუ დღეს შენი დაბადების დღეა, გილოცა? ხო. მაინც გილოცა. აი კატო. აი ეს ფული გამომარჩი და რაც გინდა ისე. კარგი რანიკა 5 ლარით რა უნდა ვიყიდო? ნაყინი მიყიდე. ისმინე ნიკა. დღეს არის ჩემი დაბადების დღე. ნინისთან ჩემ გამო აწყობენ ფართის. მე კიდე შენ გამო ვერ მივდივარ, ასე რომ ცოტა წესიერად მოიქეცი, იმიტომ რომ დღეს ძალიან მკაცრი ვიქნები. კატო. თუ გინდა ზოოპარკში არ წამიყვანო და ფართიზე წავიდეთ. კარგი რა ელენე ძალიან გაბრაზდება. ზოოპარკში წამიყვანო მაღაზია უფრო გაბრაზდება. რატო? რატო და ვეტყვი რომ ჟირაფმა მიკმინა. ჟირაფი არ არის. არ ყავთ. მაშინ ვეტყვი რომ ბიზონმა მიკმინა. ბიზონიც არ ყავთ. თუ არაფერი აყავთ ამ ზოოპარკში რა გვინდა? წავიდეთ ფართიზე. ისა გოგოები იქნებიან. კი. მე ხა აკლემის ყურებას არ ჯობია გოგოებს უყურა. რაღაც მახეს მიგებ ხო ნიკა? არა, კატო, მე ვიცი რომ გარეგნულად თორე ესეთი საშიში თორე შიგნიდან იცი რა საყვარელი ვარ. მოკლედ გადაწყვეტილია, მივდივართ ფართიზე, დედას არც ვეტყვით და არც გაბრაზდება. ვაი მე ნიკუშა რა საყვარელი ხარ, რა კარგი რომ ზოოპარკში არ გინდა, ჩემთან ერთად გინდა წამოსო ჩემ ფართიზე, ჩემ დაბადების დღეზე. კაი, გეყოფო. ისა, კატო, შენ გონია მე ძალიან მინდოდა ზოოპარკში წასვლა, მამაჩემს მეტი ფანტაზია კი არ აქვს. სულ ზოოპარკში დავყავ, უკან ცხოველები ცნობენ. და რო შედივარ ვესალმები ხოლმე, მგლები მაგალითად ყუდის ქიცნენ თუ ხვდებიან. მართლა? ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს ბატი-ბუტი რისთვის მაყიდინე თუ არ ჭამ? და ვიცი, ვფიქრე მაიმუნებს ვაჭმევ თქო, მაგრამ ზოოპარკში თუ აღარ მივდივართ, ფართიზე წავიღებ და გოგოებს ვაჭმევ. შენ თუ წესიათ მოიქცე ხა იქ რა, დაჯერ. ფრიდონ მე ვერ მემიყვანა ფრიდონი და არა ფრიდონ ხო გასაგებია ფრიდონ მე მოვიფიქრე ყველაფერი გავიყოს ნახევარ-ნახევარზე კარგი თანახმოვარ იცი კი ნახევარ-ნახევარზე 50 აბარა 100 კაცი საკმარისი იქნება მეტი აბარა 70 ჩემი 30 შენი ვიცი აბა თანაბრადო ესე იგი მაშინ იცი რა ქენი თეკლა პაატა ლაშა ელენე ყველა შედაპატიჟე 34 ცოტა კარგი ჯანდაბას მაშინ თამადა პაატა იყოს კარგი ბიჭია რა დიდი მადლობა რას ლაპარაკობ პაატა ვინ უნდა დალოცოს თვითონ დასალოცია პაატა მე ჯარეთ მინდა რომ აბარა
არა მე მეჯორე მე პროფესორის მეჯორე იცი რა სხვათა შორის მეჯორებაზე უარის თქმა არ შეიძლება იცი არაფერს არ დაგავალე პატა არც მანქანა მოიყვანო არც ბეჭედი იყიდო არც ვიდეოს გადაღებაზე ფული დახარჯო არაფერი მარტო ის გააკეთე რაც საჭიროა მეჯორეს რაც ეკადრება მოიყვანე მანქანა ვიდეოს ფული და ბეჭედი იყიდე მეტი არაფერი აბსოლუტურად გატყუებს ვიცი ლაშას ვეტყოდი როგორ არ ვეტყოდი მაგრამ ნეფ პატარძლის სუფრაზე დაჯდება ბევრ შეჭამდა ცუდად გამოჩნდება ვიდეოში წავალ დამპროლების ამბავს მოაგვარებ მაგარი ბიჭები არიან პატარა სუფრა გაუშალოთ და ყველაფერი ხუთიანზე იქნება გაუშალეთ პატარა სუფრა გაუშალეთ და მაგ პატარა სუფრის გვერდზე გაშალეთ კიდე ერთი პატარა სუფრა ემზარისთვის დომინო რო ითამაშოს რა ისე მომუნდეს მე რა ვიცი კარგი წავალ მე რესტორნის ამბებს მოაგვარებ მე შენ შედი რესტორანში დაცოფე გალანძღე გათათხე და დააკლებინე ბათები ყველაფერი ჩემი გასა არა ერთი წუთი ხალხო თქვენ ალბათ რაღაც ვერ გაიგეთ არ არსებობს შანსი არ არის მე მეჯორე ვერ ვიქნები იმიტომ რომ მე ვარ პროფესორის მეჯორე ადამიანი დილით იყო შემოსული ჩემთან თხოვა და მე უარი ვერ უხარებ თხოვა მე ვარ პროფესორის მეჯორე და არ შეიძლება იმან დაგასწროთ რა ვქნა ეხლა პირველი იმავ თხოვა არ შეიძლება რა ვქნა მე რა ვქნა ეხლა კოთკოტება რომ იცი მიდი თორემ გაგვიცა მეჯორე მიდი წავედი მე მძინავს და მე მოდით ამსალია ეხლა მოვდივარ მე ფრიდო ნუ ნერვიულობ საღამოს შემოვალ და დავითახებ ეგეთები დავითახვებია და ჯექი შენ ახლა წავიდეთ არ უფრო წავიდეთ სტურუებთან და მოვილაპარაკოთ სად გაუშვათ ჩვენი შვილები ქორწილის მერე საქორწილო მოგზაურობაში წავიდეთ სტურუებთან ჩავიდეთ და იმათთან წავიდეთ ხლაშა რა რამდენჯერ ვთხოვე გათიშვამდე ნუსვამ თქო და მაინც სვავს რა გაუკეთოთ გადასხმა და იქნებ უშუალოს გადასხმა კი არა მაგას ისეთი რამე უნდა გაუკეთო რომ არასოდეს აღარ დალიოს ლაშა ვაი მელენე ამას ისეს დინავს 1-2 წელი არ გაიღვიძება იცი სოფი 1-2 წელი ხო რა მაგარი რამე მოვიფიქრე სოფი ორსულს გავარ რა მოიფიქრე ახლა ვენახავ ხლაშა შენ თუ არ გაგაგიჟო აი ნახე სოფთან ეს რო გაიღვიძებს არაფერი არ ემახსოვრება ლაშა ვაიმე რა ფუმფულელოს ლაშა ამას მილეთმრაილა ელენე გაიღვიძა სადა ელენე გაიღვიძა მოდი აქ ვაიმე გაიღვიძა ხალხო ჩემაც სოფი ამას ხო 4 წელი ველოდებოდით 4 წელი 4 კი არა 5 წელი ველოდებოდით რა ხდება აიმე ლაპარაკობს კიდეც არ მჯერა რა გჭირ ხალხო რა გჭირ ლაშა 5 წელია გძინავს გცნო კი გცნო რა 5 წელი რას ლაპარაკობთ გუშინ არ იმას ვქენი რა ვქენი გუშინ არ მახსოვს ძალიან სულად. ვაიმე, მეცა ლაშა დაწექი არადგე. სოფი მიდი გავუკეთე გადასხმა მიდი. რას მიკი? არ მინდა არაფერი გადასხმა არ მინდა. საჭმელია ლაშა ესე იკვებები 5 წელია. რას ვიკვებები? არ მინდა არაფერი არ გადასხმა მინდა ტუალეტში მინდა. მოიცა ლაშა დაწექი არადგე. პამპერს მოგიდა. რა თქვა? პამპერსი ახლა 5 წელია გძინავს და ნუ აბა რა გვექნა ლაშა. არ მინდა ელენე მოდი აქ. არ მინდა აღარ გადამიარა. ხო. რა? ილაშა. მოდი 5 წელი მძინავს ხუმრობს ხო? არა, არ ხუმრობს მართლა. კი, ლაშა. მოიცა ეხლა ამიხსენით ყველაფერი წესიერად ამიხსენით ეხლა ამიხსენით. კარგი, ლაშა დამშვიდდი, ახლა აგიხსნი. 5 წლის წინ მოხვედი ძალიან ნასვამ. ლაშა და მას მე რა უგონა წავღარ. რა 5 წლის წინ დავლია და იმის მერე მძინავს?
არა, ერთი ორი კვირა აღარ უნდა დავლინო მე რა. გამარჯობა თათია. დღეს ცი ჩემი ძიძის დაბადების დღეა. ვაი, მიმართლა, გილოცავ. თათია, ნიკა რატო გადაკოცნე? აბა შენ ხარ გადაკოცნე. თათია, მე ვარ ძიძა, მე. მე სულ დავიბენი კატო მაპატი გილოცავ. იცი ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან დაბნეული მეჩვენები. ხო, ძალიან დაბნეული ვარ. ჩემი და პროფესორის ურთიერთობაზე ვფიქრობ, ვერ გადავწყვიტე. უთხრა თუ არა რომ არ მიყვარს რა. იაპონიაში რომ მიდიოდა, გული რო არ ტკენა და მოვატყვა, მეც მიყვარხარა მეთქი და იმის მე რომ მითხრა რომ მაშინ მე აღარ წავალო და რა ვიცი, ხან საჩუქრებს ჩუქნის მშობლები გამაცნოთ. ეხლა ალბათ ხელსაც მთხოვს და უარი რო უთხრა გული ეტკინება, რო არ უთხრა მე მეთკინება, იმიტომ რომ არ მიყვარს და რა ვქნა, რა გავაკეთო? თათია, მე ნუ მიყურებ, მე ჯერ ბავშვი ვარ და ეგეთი რაღაცები არ ვიცი. თუ გინდა PlayStation-ზე პატკაც გასწავლი. იცი მეც არ ვიცი რა გითხრა. თუ გინდა მართლა გასწავლის პატკაც. აი ვიცი, პიცა მან შეუკვეთეთ, ცოტა გულს გადავაყოლებ. კარგი, შეუკვეთავთ პიცა. გვინდა ჩვენ პიცა. პიცა? კი, პიცა გვინდა. აუ, პიცა რო არ გვაქვს. თან ზარეულიც არ არის. კარგი, წავალ და რამეს გავაკეთებ რა. თქვენ რო არ გაუძლოთ ადამიანს ცხოვრება ხვაში. ეს გაიგეთ? ვაიმე, ესა თათიამ რაც თქვა? არა, ჩემი გულის მსხრევის ხმა. კატო გილოცავ დაბადების დღეს. მოდი. მოიწი. რომ მეძინა ხვრინავდი? ცოტა 2 წელიწად ნახევარი. ესე იგი ხო. გივლიდი ლაშას 5 წელი. ჩვენ ფაქტობრივად დავქორწინდით. კი, ლაშა. სულ შენს გვერდით იყო გვერდიდან არ მოგშორებია გივლიდა როგორც საკუთარ ქმარს. ეხლა მაიცოდეთ, ეხლა ეს მოიცა არ ჯერა ეხლა. მოიცა ლაშაკ სად მიდიხარ გაჩი? ნიკა სად არის? ჯარში წაიყვანეს. ხო? ვინ? ჩემი ნიკა ჯარში მოუკვდეს ბიძა. ლაშა. კარგი რა რას ამბობო? მიმეცეგაცო. თეკლა სად არის? ლაზიკაშია, ჟოზეს მაღაზია გავხსენთ, იქ ფილიალია და იმას ხელმძღვანელობ. აშენდა უკვე ქალაქი და კაცი შენ გული არ დაგწვის, დიდი არაფერი ქალაქი არ არის. აი შენ რომ კარგად გახთები ლაშა გურჯაანში უნდა წავიდეთ. გურჯაანში რატო? ვაიმე, სოფი არ იცის ამან. ლაშა გურჯაანი ისე გააკეთეს, ხო სხვათა შორის პარლამენტთან ახლოს ვიქნებით. ეს პარლამენტი ახლა გადაიტანეს? კი, ყიბულიდან. მოიცე ახლა პრეზიდენტი ვინ არის? სააკაშვილი. რობერტ სააკაშვილი, ლაშა შენ არ გეცოდინება, ბირთვული ენერგიის მინისტრი იყო. მოიცე ბირთვული ფიზიკოსი სად არის? ბორთვიში გამოვა. გამოვა მოიცე დაიჭირეს? არა ლაშა თვითონ ჩაბარდა. ვაი არა არა მოიცა ერთი წუთი თუ ამდენი დრო გავიდა თქვენ ეს ახალგაზრდულად როგორ გამოიყურებით? ეგ მარტივია კაცო. სამლარად ყრია მარკეტებში ბოტოქსი. აი ესეთი საყვარელი მაგარი და
ძალიან კეთილი ბიჭია, ჩემი ნიკუშა. საყვარელია. ძალიან. აუ, კატო, კიდე ერთხელ შემაქერა. სალომე, შენ ისნავ ჩემ ნიკუშას. კი, ეს ძალიან საყვარელი ბავშვია. ბავშვი არა, მოზარდი. რამდენი წლის ხარ? 23-ის უბრალოდ ეხლა არ მეტყობა ასაკი, ახალი გაპარსულია და ბიჭი ყოფილა უკვე. და რასო? წვენს. ალკოჰოლს არაფერს არ სვა? არა, და ნახე რა ვიცი. მიდი, თამაშე მე ცოტა დავლებ. აუ, კატო. მოდი. აუ, ამ ჭიქაში წყალი ჩამისხი და მითო მეც არ ახსო. როგორ ხარ? თამელი არა ის ჭარხლის წვენი გავიზდებოდი მაინც. ხოდე, აუ იცი რა მაგარია ზოპარკში, მაგრამ ერთო. ხო, მაგარია ზოპარკში ძალიან. ხო, აი ეს რა ხმაურია და ისინი ფარშევანგები ჩხავიან. კაი, ხო, წავედი წერო მოვიდა. წერო? ელენე იყო ხო? გაიგო ხოლმე. გაიგო? არა, არ მithქოს. არა, ხო, ძალიან კარგი. მოგეთ ჩვენ ახლა აქედან მალე წავიდეთ, რომ ვერაფერს ვერ მიხდეს. კატო, შენ თუ კიდე წადი და მე აქ დავრჩები. ხარ მე დამკარგე. არა, კენი ხوار მოიწინე. არა, ეხლა არახს დავლევ და მერე ვიცეკოთ. აუ, რა მაგრა წავიდა. ცეკვა იცი? გასაბო, ვიცი რა მაგრა ცეკვა? არ არსებო. სებობს. აუციე. Style, I got you going buck wild for the time I'ma sign your word, think of your mind. In, out, twist it all about for the brothers up front now. Close up your mouth, grab it, stroke it, do the hokey pokey. Make sure you're down with the mega sound. Now here comes the man with the ultimate plan. Bust and hust to make your old style rush. Now, never, I thought you were clever, but you took these style, disappeared with the weather. Hip it, hop it, I wanna hear you drop it. Dump it, kick it, Jimmy Cricket. Now you're scared, I know you wasn't prepared. To your friend. რამდენი ლამაზი გოგო ყოფილა, აი ახლა მესმის ლაშაბიძიას. აი მე წავალ მე ფრიდონს გავახარებ. ეს კაცო ეს გაიღვიძე ლაშა გაიღვიძე ლაშა. ხო ფრიდ ჩემო საყვარელო. დაიძინე ლაშა. ხო, უნდა გაგახარო. ლაშა გამოვიდა მდგომარეობიდან. აბა? კარგი გელოდები. მოცუნცულდი. რაიმე გაგიშდა? ელენე მოდის ზოგი ახლა. ვინ იყო ახლა ეს? ლაშა. ჩემი ქმარი. ხო, ფრიდონ. გადი ფრიდოს როგორ გაყები ცოლად? როგორ გავყევი ლაშა და 2015 არა 2016 წელია. ერთოთი რა კაცო. ხო და ფრიდონს გავყევი გასტროლზე თიანეთში. სხვათა შორის მაგ წელს გავიბრუნეთ თიანეთი ოკუპანტების. ლაშა, შენას ამბავი რო გაიგე. ეს თვითონა გაამოძრავე და იმედი მოგვეცა. თითუნა ეს ელენე ეხლა ეს ფრიდონი თუ დიტო ხო დიტოა ლაშა რაღა დროს დიტოა დიტოს მე შენ ორი ქმარი ყავდა ხო მე არა სოფი 3 მოიცა ვალერი ითვლება ვალერი კი ის არ ითვლება გიგი ნუ ერთ სიტყვით გადაგასწრო შენ მადამ ლაშა ეხლა მე და ფრიდონი ველოდებით ვის
პატარა ლაშიკოს. შენ ნორმალური ხარ კაცო, ნორმალური პიდონს როგორ გაკეთე, პატას მაინც გაყოლოდი. რას ამბობ ლაშა, ნუნუს ქმარს როგორ წავართ? ნუნუ მოიყვანა, ცულა პატა? მოიყვანა რა, პატა მოიტაცა. ნუნუ როგორ გაგაყვა პატს? რა არის ახლა, ნუნუ აღარ ჯობია თეკლას? ემზარი. ცხონებული რომ გაიგო ფანჯიდან გადახტა. ჩემი ძია ემზარი კაცო. ეხლა მართლა ეგ უკვე მართლა აღარ მჯერა ყველაფერი დავიჯე ეს უკვე ნამეტანი. არა ეხლა მე გავალ პატას. მოიცა ლაშა, სად მიდიხარ, რა გინდა პატასთან? რა მინდა და უნდა გავიგო ეს ყველაფერი მართალია და ტუტყუილი და თუ მართალია, ვაი. თუ მართალია კიდე და თუ მართალი მიულოცავ და ეგ იქნება რა ვიცი. პატა, რასაკეთე? სადარბაზოში ვიხედებით ეკლა, მაინტერესებს კიდევ ვინ შემოგვივარდება და ჩაგვიშხამებს ამ დღეს. პატა, ვინც მოსასვლელი იყო, ყველა მოვიდა უკვე. პრინციპში ეგეც მართალია, ხო? კარგი პატა, შენ არ ინერვიულო, დაჯექი, მოდი, დაჯექი. მე რა რომ არ გამოგვივიდა რომანტიკული დღე, მთელი ცხოვრება წინ გვაქვს პატა. მართალი ხარ, მართალი კი არა, რას ქვია რაც მართალი ხარ. მე არ დავნებდები ძვირფასო, მე არ დავნებდები და იცი რას ვიზა, არა უშავ დღე თუ არ გამოვიდა, რომ საღამო მაინც გამოვა, ხო? ხო. წავალ მე ახლა და სანთლებს მოვიტან. კარგი. რა საყვარელი ხარ პატა? მადლობა თეკ. ისა თეკლას სანთლები ვერ ვიპოვე და ნავთის ლამპა რო იყოს, ხა? არა უშავს პატა, არა, სანთლების გარეშეც რომანტიული ხარ. მოდი დაჯექი. შენ დაჯექი, მე ხლა შევალ აბაზანაში მაკიაჟ შევისწორო და ძალიან მალე დაგიბრუნდები. კარგი, მიდი აბა, მიდი. ოღონდ თვალები დახუჭე. თვალები რატო? ცუდი მაკიაჟი უნდა გაიგეთო? არა, სულელო. სიურპრიზია. კარგი, დავხუჭა თვალებს. პატა, ოღონდ არ დაიძინო. არა, რა უნდა დავიძინო? შევასკე დავიძინო. კარგი, გელოდები თეკლუნია. პატა, მართლა არ დავიძინო. თეკლა არ დავიძინებ, არ დავიძინებ. მალე დავბრუნდები ძალიან. გელოდები თეკლუნია. მოხვედი უკვე, მოხვედი? რა ხართ ეს ქალები რა როგორ გიყვართ ეს სურპრიზების კეთება რა ხართ ეს სუ ხმარა მოიხო მოდი აქ დაჯექი ჩემთან მოდი დაჯექი ჩემთან დაჯექი ახლოს მოდი რა მალე დაბრუნდი ძვირფასო სუნამო დაისხი ვაიმე რა საყვარელი ხარ თელი ცხოვრება თელი დღე ამ მომენტზე ოცნებობ გაგიხსნი ვაიმე ეს მოიცა ესე იგი მართალი ყოფილი რა გინდა ვაიმე რა გავაკეთე რა გინდა რატომ ისინდერებს რა გინდა მილოცავ პატა რას მილოცავ რა გინდა ბიჭო რას მილოცავ ეს 5 წელი მეძინა ეს რა 5 წელი გეძინა გუშინ ნახე გაგალეჯილი თვალი იყავს სტურების გარასეც უკებოდი რა 5 წელი გეძინა მართლა ხო აბა მართლა აბა ვაი იმათ მოვკლავე თეკლა დედას ფიცავარ ეს ის არა რა ჩელი ფიქრე დედას ფიცავარ თეკლა ისე პატა არაფერს არ ვფიქრობ რასულელი ვარ კარი უნდა ჩამეკეტე კალი რა რასულელი ვარ ხო პატა უნდა ჩაგეკეტა უნდა როგორც კი შემოვიდოდა ნუ ეგრევე უნდა ჩაგეკეტა რომ არ გაქცეოთ კარგი თეკლა რა მოგივი ვაიმე თეკლა მაპატიე ძალიან ხო აგიხსნი ყველაფერს მაპატიე რა მოგივი მე ვერ გაპატიებ მართლა ვერ გაპატიებ იმიტომ რომ იმდენი ვიცინე რომ მოცელი მტკივა ნაგე დამცინი ხო დამცინი აღარ გიყვარა ხო პატა მიყვარ არ უნდა გიყვარდე იმიტომ რომ მე თვითონ არ მიყვარ ჩემი თავი მძახს გესმის ჩემ მძახს მე ჩემი თავი
პატა, რა გინდა ბიჭო რა? წეღან ვერ გავიაზე იმათ მერე მოკლავდი, ეს რა გააკეთე ბიჭო? უყურე, უნდა გამაგიჟოს, რა გინდა? რა იყვება ეს წეღან რებს აკეთებ? აი, გამანებე თავი, ნუ მელაპარაკებით, გამანებე თავი. მოიცადე ეხლა, ეს თეკლა მომისმინე. ეხლა ეს ყველაფერი ჩემი ნაბახუსევის ბრალია თუ პაატა გაგიჟდა? არა, ლაშა, არც ჩემი ნაბახუსევის ბრალი არ არის და არც პაატა გაგიჟებუა. რა გინდა ისე კაი მარწყვივით გოგო კი ჩაიგდო ხელში? მარწყვივით რა, ნიტრატებიანი მარწყვივით. ვაიმე კი არა, ვაიშენ კი არა, გამანებე თავი, ერთი წუთი წავალ ხა დავეწევი იმ ხა, სად გაიქცა ეს ნუნუ კაცო დავეციო რაღაც აუ. სად გაიქცა და ალბათ სახლში წავიდა რომ ნივთები გადმოიტანოს თავისი. ან კიდე წავიდა ემზარს უნდა უთხრას. ვაიმე ემზარი. ვაიმე ეხლა იძახე ვაიმე შენ. ვაიმე ეხლა იძახე გვიანია ეხლა უკვე ვაიმე მანამდე უნდა გეფიქრა. წავა ეხლა ემზარს ეთქვის ემზარი გამწარდება, დალევს, დაიძინებს მერე კიდე ნაბახუსებზე იქნება, გაიღვიწებს ისე დალევს ისე პრინციპში კიდე აკოცე თუ გინდა საშიში არ ყოფილა არაფერი. კარგია, ნუ მახსენებთ რა, კარგით რა გამანებეთ თავი რა, ნუ მელაპარაკებით საერთოდ მაგაზე რა გავაკეთე. ლაშა, ხედავ შენ რატომ დაიწუნა თუმე პაატა მინდირა? რატომ? იმიტომ რომ დედამისი პრანჭებოდა. ისე ყოჩახ შენ, ბობის მოუგე ბესიქს კი. ესე იგი ბობიმ ხო მოიყვანა შვილიანი გოგო. შენ კიდე შვილიან გოგოს დაადგი თვალი. ან შენ და შენი შვილი რაღაცნაირი ნათესავები ხართ, არაფერი არ ხართ ერთმანეთს. კარგი, ხო. გამანებე თავი, რატომ დამცინეთ? მეცინება ეხლა მე რა გჭირდება? კარგი, მართალია. კარგი, ხა თეკლა მართლა გვეყოფა. პატა, აღარაფერს აღარ გეტყვით, უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს. გამანებე თავი არ მინდა. არა, მართლა. გამანებე ეხლა რაღაც უნდა კარგი, სერიოზული კითხვა მაქვს, ეტი არა ხო გეუბნები, დავამთავრეთ ეს ხუმრობა ყველაფერი მოჭა. სერიოზული კითხვა მაქვს. კარგი გისმენ, მიდი. ნომერი გამოვართვი. რა გინდა, რატომ დამცინეთ ხო? გამანებე თავი რა. შეუნა არა საბედო არა ერთი წუთი აგის როგორ მაკადრე რაღაცა ის მოხდა გაუგებრობა გაუგებრობა მოხდა ნუნუ ბიჭო გაუგებრობა მოხდა მოდი შერიგდით თქვენ და პაატა შერიგდით და გადაკოცნით აღნიშნეთ ეს შენც კარგი ვიგინდა რომ ყოფილ ხარ შენ აი მეც ხალბატონო ნუნუ შენც კარგი ვინმე ხარ შენ უზრდელო შენ ვაჰ ისე თეკლა ერთი ორი კვირა დალევას არ ვაპირებდი მაგრამ ეს ცეცხლოვანი წყვილი უნდა დავლოცო რა მიდი გამოიტანეთ ო თან ეს რაღაც ყინულიც გექნება მოიტანეთ ორე კარგი რა ნუ ნერვიულობ არაფერიც არ მომხდარა უпростоრად კინაღამ მოხდა კარგი რა თქმა უნდა კარგი აღარ ვიფიქრობ როგორ არ ვიფიქრობ აბა ეს როგორ მომივიდა ეს როგორ მომივიდა ეს არა ვაიმე ჰაიმე აღარც კი ვიცი რა ვიძახო არ ვიცი რა გავაკეთე კარგი ნუ იფიქრე პაატა მაგაზე აი ეხლა მე ჩაგეხუტები და ყველაფერი კარგად იქნება აი კარგი წავალ მე ეხლა კარს ჩავკეტავ და მოვალ არა პაატა არ გინდა ჩაკეტვა ნუნუ აქ აღარ შემოვა და ლაშა ისე დათვრა რომ ვეღარ შემოვა თეგ გუ ამიხსენით რატომ? გეკითხებით რატომ? ვაიმე რა მოხდა პროფესორის? ჯერთი პროფესორო კი არა ზა. და მეორეც ეს ერთი ყველაფერი დამთავრდა. დამთავრდა კი არა არც დაწყებულა. ისხია
თეკლა ძვირფასო მომისმინე მე სააბაზანოში შევდივარ. ხო და იქ რამე ტყაპანის ხმა თუ გაიგე, ხო? არი ნერვიულო მე ვიქცევი ხომ ექსტრიალებს გაიგე და რო იცოდი მაინც. პატა. რაღაც მინდოდა მე თქვა შენთვის. დიახ. აუ რა მაგარი რა ბაბა რა უნდა მითხრა? და ვიფიქრე რომ დღეს ვაიმე რა დღეს თეკლა რა მაგარი. დამამთავრებინე პატა. ვიფიქრე დღეს ახვიდე მამაჩემთან და უთხრა რომ ერთმანეთი გვიყვარს. რა თქვი? ხო, ნერსესთან ამოხვიდა დღეს და უთხრა. თეკლა ის რა ქვია, ხო, წყალი დამისხე ერთი წუთი რა. მომისმენი ხო არ ჩქარობ თეკლა, ჰა? კარგი პატა, ამდენი ხანია გვიყვარს ერთმანეთი, თან დასამალი რა გვაქვს? გასაგებია თეკლა, რომ დასამალი არაფერი არ გვაქვს, მაგრამ ცოტა მოგვეცადე თეკლა. მოვიცადო ცოტა რა დაბერდება ის კაცი მე და ლოგინად ჩავარდება მე მივალ დავადგები თავზე ამ ლოგინად ჩავარდნე კაცს და ვეთქვი რომ მე და შენ შვილს ერთმანეთი გვიყვარს მეთქი ესე ჯობია დამიჯერე დაზღვეულები რო ვიყო ანუ მაიმუნა დროზე შედი აბაზანაში მომისმენი მოდი საერთოდ არ მივალ სახში არ ავიდე და ქვევიდან ესოდან დაუძახებ ბატონო ერსე დაუძახებ და გადმოიხედა და ვეთქვი რომ მე და თქვენ შვილს ერთმანეთი გვიყვარს თან მაღალი ვარ სახეს მკვეთრად დაინახოს როგორია კარგი პატა რა კარგი სირცხვილია პატა, სირცხვილი დედაჩემს რომ უთხარი ეგ ამბავი, სუფრას გავაწყობ თუ ეგრეა საქმეო. დედა შენ შეუტანხდი უკვე თეკლა? ხო, Facebook-ზე შენი ფოტო ვაჩვენე, გავახსენე შენი თავი. ხო, მე რა მოვეწონე, ჰა? კი, ძალიან მოეწონე. ასე თქვა, ოღონდ შენ გათხოვდი და აღარაფერს აღარ დავეწეფო. ხო, დიტო. Te ლაშავიძეს გავარ? ერთი წუთი დიტო. კინიკა. ნახე? გამარჯობა კატო. მაგარია. აი, ერთი წუთი. და ისე ხო გავარ? ვა, სოფ. ნიკა, ერთი წამი დამაცადე ხო ხედავ ტელეფონზე ვსაუბრობ. ხო დიტო. ნიკა მაიმუნობდა. ხო. ესე იგი მოხვალ. ძალიან კარგი. მეც. რა მეც? დიტო მეცო და მეც უთხარი, მეც თქო. ნიკა იმან დრო მითხრა რომ მეც ვილაპარაკები მე. ნიკა დიტო მითხრა რომ ნიკა დიტო მითხრა ჰოროსკოპით კირჩხიბი ვარო ხო და მეც უთხარი მეც თქო ნიკა მე ხო ჰოროსკოპით კირჩხიბი ვარ. აიგე. ხო ნიკა დღეს დიტო უნდა მოვიდეს და ძალიან გთხოვარ დაიწყო საათების გადაწევა, ჭიკარტების დადება, სკამზე წებოს წასმა, თოგზე ფეხის მოვმა და ლიფტის გაჭედა. ის გაჭედვა როგორ ვერ მოვიფიქრეს. კარგი, დე არაფერს არ მიმაიმუნებ და შემთხვევით ხო არ იცი, წებო, თოკი და ჭიკარტები სად არის? ნიკა, ჭიანად მოიქეცი და მიდი რძედალიე. აუ, სად წაიღო ამ ბიჭმა რა? არა დედა, ესე არ გამოვა. შენ და აირჩიო. ან ძესდავლებ, ან კიდე ჭკვერად მოიქცევი და ყველაფერს დაგიჯერებ. აჰა, ესე იგი ავირჩიო, ხო? ხო. კარგი, მაშინ ჭკვიანად მოიქეცი და დამიჯერე, კარგი? კარგი, ანუ კარგი გავა. არა, ნიკა, კარს მე გავაყრებ, შენ დამიჯერე და მიდი რძედალიე. აუ, რა მინდა. მე
ძალიან სუდა თავარელენ მთელი დღეა დავდივარ. გადამალევინე რამე. მოდი დეშენს თუ შეუთახდი უკვე ძალიან ხო დაურეკე და უთხარი რომ მაგიდაზე ჩანგლები და დანები არ დადოს ეგერთი ხო და ის რა ქვია ეცუთი კოვზებიც არ დადოს წარე ყოფილა ხო დაის დამიჯერით ეკლა ესე ჯობია ხელით მივუთოთ არ არის პრობლემა არანაირი კარგი პატა ნუ გეშინია პატა სახლიდან რომ გამოვედი მამაჩემი კარგხასიათზე იყო თეკლა მატყუებ ხა შენ რაღაცას მიყურებ და აი მამაჩემი როგორ იყო კარგხასიათზე მამაჩემი ან სუთხასიათზე ან ძალიან სუთხასიათზე კარგხასიათზე როგორ იყო მითხარი აბა არა პატა მე და დედამ რომ უთხარით ეგ ამბავი კარგხასიათზე დადგა და ღიღინებდა ხმალი ავლესოთ ქართველებო ხმალი ავლესოთ აიმე რას შესაძოდაო პატა შენ თუ პეცია თუ პუ თუ ვინც ხარ აიმე არა ფაფუკიდან აზი კანი მაგ და სახე მაგ ნახე აიმე რა მეშველებათ ეკლა ისა პატა არ დააგვიანო არ უყარს მამაჩემს როცა აგვიანებენ არა არ დავაგვიანებ ხო კარგი მომისმინეთ ეკლა ისე რა ქვია თუ მივდივართ და რაღაც ეცე რომ აი უყურე ხა აი ესე რომ ამოვიდე აი ეს ძალიან ატყობა ხა კაი თეკლა ხო არიან განიამხრებიანი ადამიანები და მე აურებს ბოდიას ამნიშნულობა აქ როგორ გინა ადი თუ ადი ხარა ხო და პატა არ გადაკოცნო ეგეც გაითვალისწინე არ უყარს მართლა კიდე კაი გამოვთქილე თორე ორივე ლოყაზე უნდა ჩამეკოცნათ ეკლა წავედი რა მე ხო ბედი არ მაქვს რა არ ვიცი ამ კომუნისტებმა ყველა თავადი დახოცეს და რაღა ბაბოა შენ დატოვეს ცოცხალი ვერ გავიდა მე აღარ ვიქნებოდი. ხო, მართალი ხარ, შენ არ იქნებოდი. მადლობა ლენინის, მართალი ხარ. შევედი. ქალბატონო ნუნუ რაო ექიმებმა რა თქვეს ინდირა აუცილებელი საოპერაციოა მე აუცილებლათო ელენე ეხლა თუ არ გაუკეთეთო მე გაურთულდება მშობიარობაო არა და არა მაქვს ფული ოპერაციის რა ვქნა არ ვიცი ვიფიქრე ფრიდონს ვეთქვი მაგრამ არ არის ფრიდონი მთელი დღეა დავეცებ და არსად არ არის არ ვიცი რა პირდაპირ რა ხარ შემოსულა ელენე არა ბოლო რამოდენიმე დღე საერთოდ არ გამოჩენილს წაიღო ამ ბიჭი ალბათ წასულია გამოელია თავისი ისტორიები რო აქ ისინი ხო იცი და ახალი რო გადახდეს თავს ალბათ ეძებს უიჯანდაბა მაგის თავს როცა საჭირო არასოდეს არ არის სახში არა და არასოდეს არ არის საჭირო და სულ სახშია ძალიან კარგი ქალბატონო ნუნუ აი ეს ლაშამ გადმოგცათ ხულია ოპერაციისთვის დაჭირდება აი მე რატო შეწუხდით ძალიან დიდი მადლობა რატო შეწუხდით რატო ელენე ვაიმე მართლა რატო შეწუხდით ელენე ლაშას უთხარი რასაკამდე ბოთე და მსუქანი ვეძახე სიხარული და სიკეთე იმდენი მაგას მე წავალ დიდი მადლობა წავალ იქნებ პატასთან შევიდა იქ ნახა დიდი მადლობა უთხარი ლაშა ნიკარზე დალიე ой ყოჩახ წადი მიდი პირი დაიბანე აჰა ესე იგი დედას მოწონს დიდ ანუ რა გამოდის რომ მე მალე 4 ვიცოლა და 2 მამა მეყოლება? არა, ამას არ დაუშვო. ვახ, ეს უმეხსნება რა. აუ. აუ მა, ჩემთან მოდი. რატო და მომენატრე და იმიტომ რომ მიყვარხარ. რატო მიყვარხარ და იმიტომ რომ ჩემი მამა ხარ. აუ მოდი რა. რომელ საათზე? ერთი წუთით. დე. თვითობიძია რომელ საათზე უნდა მოვიდეს? ნიკა რაში გაინტერესებს? ხო უნდა ვიცოდე ჭკვიანად მოგწევა როდის დავიწყო. აი, სუმეხსნება და. ვიჩა შეიკარგა. ხო. 4-ზე.
ადრიმა არ დაიგვიანო. ნიკა ხო გითხარი შედი პირი დაიბანა დიტო უნდა მოვიდეს მეთქი სირცხვილია ესე ხო არ დახვდებია აუ დიტო უნდა მოვიდეს პირი დაიბანე დიტო უნდა მოვიდეს რძე დალიე დიტო უნდა მოვიდეს ჭკვიანად მოიქეცი რა არის ამ დიტოს მე მირიგებთ რას მიირთმევთ? რას მიირთმევთ? რას მიირთმევთ? რას მიირთმევთ? რას მიირთმევთ? არაფერს რამდენი? უი. გამარჯობა ბატონო პროფესორო. როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? რა ვიცი, სევდიანად, სასწრაფკვეთილად და გულგატეხილად. ხო სულ თქვათ. კი, მძიმედ. მძიმედ? რატო ბატონო პროფესორო, რატო ხართ ასე? გამხიარულდით, კარგ რამეზე იფიქრეთ. აი მაგალითად თათიაზე იფიქრეთ. რა შევით, აბა როდის მოყავთ ცოლად? სახეზე ირონიული ღიმილი შემატყე? მოიცა, ანუ რა გამოდის, რომ იჩხუბეთ თქვენ თათია? რა გამოდის, ლაშა და ყველაფერი სიყალბე ყოფილა. გრძნობები, სიყვარული, კოლაიდერი, 3D. 3D? 3D მოიცა ესე კი რა დაშორდით? ხო, მან თათია მარიცის ჯერ. აქაც იმიტომ ვზივა რომ მიყუროს როგორ ვიტანჯები და ჩვენ დიდი ხანი ვისაუბრობთ რომ დიდხანს მიყუროს. კარგით რა ბატონო პროფესორო, ნუ ხართ ასე. გეთ უნდა დავლიოთ ერთად. კარგი, მოთ აქ არ დავლიოთ, გარეთ გავიდეთ. გარეთ გავიდეთ? აი თქვენი წვენი. მისთვის. თათია გამარჯობა. ლუდის გარეთ ვიყიდოთ სულ მაღაზიაში. კი ბატონო, რა ლუდი ვიყიდოთ? ბევრი. კარგით, ხო და ისა ბატონო პროფესორო. ეხლა ლუდმა უცებ რომ არ დაგვათროს. მაღაზიაში სოსისიც ვიყიდოთ. ცოტა ჩვეულებრივი, ცოტა რძიანი, შებოლილი ყველი, თევზი, მდოგვი. იალაშა. ხო, რა ვიცი. სადავლიოთ. სადავლიოთ? რა ვიცი, თუ გინდა ჩემთან ავიდეთ. მაგრამ ჩემთან ბევრი ხალხია და რა ვიცი, თუ გინდა ხო, ჩემთან კიდე პირიქით ცოტა ხალხია. უბრალოდ არავინ არ არის. ხო, პაატასთან ავიდეთ თუ გინდა. კი, პაატასთან კარგია, 3 კაცი ოპტიმალურია. ხო, 3, მაგრამ თეკლა და პაატა ხო იცით და რავი, უხერხული ხო არ არის რომ ეხლა ასე ავიდეთ დასალევად. უხერხული, რავი, 1 წელია მაგასთან დავდიო რაბაზანის საბარნაოდ და დასალევად რო ავიდეთ რატო? მართალია ხო ისე. კარგი, წავიდეთ მაშინ. წავიდეთ. ხო, კარგი. არაყიც ავიღოთ. ბატონესე, მე ბატა ვარ, გამარჯობა რომ მე თქვენთან ერთხელ უკვე ვიყავი და მცემეთ. ხო და, ეთყობა კიდე მინდა მომენატრა და მოვედი, ჰა? არა, ესე არ გამო, მოიცადე, ბატა, დაწყნარდი, ესე არ გამო. ბატონესე, მე პაატა ვარ და მე და თქვენს ქალიშვილს არ ჭირს, პაატა, დაწყნარდი ერთი წუთი მობილიზება. ბატონესე, მე პაატა ვარ ბატონესე და მე და თქვენს ქალიშვილს თეკლას ერთმანეთი გვიყვარს. ჰა. ბატონესე. ბატონესე, ესე კარგი. მოკლედ ბატონესე, მე პაატა ვარ თქვენ ეს უთ ბატონესე მაპატე ცოტა ხნით დაგტოვებთ.
ბატონო ნერსე მე დაგტოვებთ ახლა და აი თან დავტესტავ აბა როგორი იქნება თქვენთან ურთიერთობა. დროებით ბატონო ნერსე. გამოტონო, წავიდა ჰა. შენი ნერვები არა მაქვს, ფრიდონს ვეძებ ხვალ გინახია. ფრიდონი, ერთი წუთი ფრიდონი არ მინახავს, მაგრამ ერთი წუთი ბატონო, ნუ აი ეს ბევრი არაფერი არ არის, მაგრამ ეს ფული ხო ხდებით, ანუ აიმე, გამოგადგებათ და რაც არის. აიმე დიდი მადლობა. კარგი, არ არის საჭირო ამდენი ჩახუდება და ის მაგაჟობია მეჩხუბეთ ბატონო. რატო პატარა? ბატონო, მეჩხუბეთ დამიჯერე. არა, რატო უნდა გეჩხუბო? წავალე. თეკლას მამასთან მივდივარ, დღეს უნდა თეკლამ უნდა გამოსვლა, მეჩხუბეთ დამკაცრე, მიდხი. მიდი ბატონო, მიდი წავალ. წავალ, მიჩემი. ბატონო, ძალიან თუ დამატკი, ბატონო. დიდი მადლობა, არა, წავალ. ფრიდონი. ფრიდონ და ჭირი მაგას. ჭირი მაგას კი არა, ჭირი მე ბატონო, წავიდა. შენ არა პატა, ჭირი იმას. მე ჭირი თუ ჭირი, აბა იმას რა ჭირი, წავიდა ბატონო, წავიდა. არა, საერთოდ ჭირი, მე რო საერთოდ აქ შემოვედი რა, წავალ, აღარ მინდა შენთან ყოფნა. ამასაც ჭირი, იმასაც ჭირი, ყველას ჭირი. ჭირი მე, ჭირი შენ. მოკლედ, რაზე გავჩერდით? ბატონო ნერსე. ბატონო ნერსე, მე პატა ვარ. ერთხელ თქვენთან ვიყავი მოსულ და თქვენ მე მცემეთ და ეთყობა არ მეყო და კიდე მოვედი ბატონო ნერსე. ერთ წუთი ბატონო ნერსე. ბატონო ნერსე, ჩემ მეგობრებს მივხვდეთ, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მეორე რაუნდში. განგ. ნიკა არ არის სახში? კი, ნიკა და კატო ზემოთ არიან. მოდი დაჯექი. არა იყოს. ტიტო, დაჯექი, ფეხზე ხო არ იდგები? კი, ვიდგები. ერთი წუთით. არაფერია შეგიძლია დაჭდე. მაშინ დავждები. ვინ მოვიდა? აუნჯოხტი დემწი. ნიკა, როგორ ახარ? კარგად, თქვენ? მეც კარგად. ჯერ. ნიკა, უი, გამარჯობა. რა და თვალებზე ხელები ამაფარები და შეთვის სიურპრიზი მაქვს და გამომეპარა. გამარჯობა კიდევ ერთხელ. ნიკა, მაიმუნი ბავშვი ხარ. მადლობა, ღრმესი მადლობა. კატო, გიხოცები ზემოთ აიყვანე, კიდე რამე არ მოიფიქროს. კარგი. პუსტანი გემოვიდა, ნე? ნიკა. მაგრამ არ გეგონეს რომ დამოვიწყდა. ყველგან ვიკითხე, მაგრამ არსად არ კონდათ. გინდა გითხრა სად იყიდება? ნიკა, ჩვენ ახლა უნდა წიგნი წავიკითხოთ და დავიძინოთ. ეს 34 ნომერში, ხო? კი. აუ, мама კიდე აგვიანებს რა. მე მგონი იმდენს დედა უფრო დაშორდება. მე გავახებ. სურა. წავიდა ლაშა. დიდი კაცო, დღეს სვავთ. მოიცი, ერთი წუთი. არა, რას ქვია სვავ? ერთი წუთი რა გჭირ ხო? არა, მე არ სვავ. შანსი არა, მე არ სვავ. არ სვავ უსვავთ იმანავე სამი კითხვა გამოიღე. მოთი გაარჩევს აგერ ბატონი პროფესორი, გაარჩევს თევს. მე მანამდე ეგ მომეცი. ხო. აბა კარგად დამიჭირე. აი ხელს უჭირავს, აბა გამომართვი. კაი, ლაშა, არა, ლაშა. მოიცი რატო არ სვავ, რას ამბობ? ლაშა, არ შემიძლია დღეს მივდივარ ნერსესთან თეკლამ უნდა გამაცნოს, უნდა შემოხვდოს უბრალოდ და არ შემიძლია ლაშა, მთვალი ხო არ მივარ, ჰა? დავლიე მე. არა, ბატონო პროფესორო. რას ქვია ხა, როგორ დავლიო? მეორეთ მივდივარ, უბრალოდ პირველად რო ვიყავი, ხო და პირველად რო ვიყავი და რა დღეში ჩამაგდო, არ მინდა რომ მეორეთაც იმ დღეში ჩავარდე და არ მინდა მთვალი ვერ მივა ლაშა ეხლა იქ. მორჩი? კი. ხო და დავლიე ხა. არ შემიძლია გამიგეთ ეხლა რა, არა. თუ ხო? თუ არა? ხო. კარგი რაც არის ეგ ბოლო ერთი ჭიქა ლუდი რას მიზავს ხო არ დამათროს მართლა სალი არა ეხა ერთი ჭიქა არაფერს არ გიჟოს თან მანამდე აგერ თევზიც მზად იქნება ხო არ მოგეხმაროთ ბატონო პროფესორი არა მალე მორჩები ხო
როგორია? ეხა თევზიც რო იქნება მზად. იცი რა გემრიელი თევზია პატა. იცი აუ სასწაული, იცი რა გემრიელი, იცი ისეთი გემრიელი ეს მარილეთ ისეა გემოვნებით აი თევზი თავის თავს ლოკავს. თავის თავს ლოკავს. აბარა მაგარია ხო? თქვენ დაიწყეთ და მალე მოვჩერე. კარგი. ესა. პატა. არა, ლაშა არა. შანსი არის სწორედ დავლე. მით უმეტეს ლუთთან ერთად მე გადამეკეტება, მე ნაწყვეტ დამოვახსოვდება და არ მინდა, არ გამოვა სისხლია, მთვრალი ხო არ მივარ ხა ადამიანთა, ხო? პატა, ეხა შე. ლაშა, არ გამოვა, დამიჯერე. სწორედ დავლე, ლაშა, ლუთთან ერთად ვერ დავლევ რა. რა სიტყვის მე ეს კაცი? მომისმინე ხა მარტო ლუდი რო დალიო შენ, მარტო ლუდი რო დალიო. გაიბერები და ხშირ-ხშირად მოგიწევს ტუალეტში სირბილი. მე რა სიტყვის ნერსე, ჩემი სიძე, ასე ხშირ-ხშირად უნდა დარბოდეს ტუალეტში, მე ვიცი მაგას არ მოსწონს. ხო და მაგას გეუნები ლაშა რომ მე რო დავლიო და მთვრალი რო ავიდე, რა სიტყვის მეთქი ეს კაცი, მთვრალი რო ვიქნები, ჰა? მომისმინე პატა, მომისმინე. შენ ხა ფხიზელი რასაც გეტყვის, ფროლის მაგას გეტყვის. ხო და ჯობია ისევ დათვალ შენთვის, კი, შენთვის ჯობია, იმიტომ რომ რაც უფრო მთვრალი იქნები, მით უფრო ნაკლები რაღაცა გაიგებ და ნაკლებ რაღაცას შეიგრძნო. კაი, მართალი ხარ, მართალი, მაშინ მოდი. გასაგებია, მოდი, მაშინ მარტო ლუდს დავლევ, მარაყი მაინც არ მინდა, ხო, ეხლა ლუდი ისე მაინც არ და ან ისი რას ვიზავ, ბევრ თევზს შევჭამ და სული ხო ამივა თევზის და აღარ მომეკარება, ხდები, რა როგორია? ხო, რავი, თუ შეჭამ საერთოდ. ხო არ მოგეხმაროთ ბატონო პროფესორი. არა, ვამთავრებ უკვე. ბატონო პროფესორი, მოდი ისი რა ვქნათ ესე, კანები მაინც მომეჩო და სახეზე წავისვა, ჰა, რა გავაკეთო. დაწყნარდი ხო? ესე პატა. მიდი შენ მანამდე ამისთვის ჭიქები მოიტანე. პატარა ჭიქები? რამხელაც გინდა. წავიდა. აბარ ნიკა მოდი აქ. აი ყოდე. შენ ხარი ზურას მოსულიყო. მამა მოვიდა? არა. დაიფიცე. გეფიცე. გამარჯობა. ბავშვმა დამირეკა მოდიო და რა მინდა ძმას ფიცავარ თქო. აუ რა მოიტანე? არაფერი სამსახურიდან მოდიო. აუ ვიცოდი. ნახეთ რა მაგარი ბრელოკი მაჩუქა მამა. მადლობა მა. რა მაგარი ბრელოკია. ისა. გამარჯობა. გააცანი. გაიცანი ზურა ნიკას მამა, დიტო ჩემი მეგობარი. რა ისმაკურად გამოძრა. სესიამოვნებო. მე ვარ კატო, ნიკას ძიძა. ოჩარ ნიკა რა ლამაზი ძიძა ყოლია. აიმე, დიდი მადლობა. ასე ენერთ ხოლმე? ნიკას? სულ. დამირეკეთ ერთად გავასეირნოთ ბარში, კაფეში, ზოოპარკში. მე არ ვიცი. კატო, რა ლამაზი სახელი. დიდი მადლობა. სათანთალე ხო წამორთვი ხო მამას მართლა. მე გაჩვენე. წამოდი რამე წამიკითხე და დამაძი. ნიკა ერთი წუთი მოდი ჩემთან. ეს დიტო ელენეს ხო არ ებრანჯება? კი, ელენეს. ნორმალური ბიჭი ჩანს ის. იცი რა მაინტერესებს? აი ამ სახლში ყველა კაცს მე რატომ მოვწონვარ? მე არ მომწონხარ. უკაცრავად კატო ერთი წუთი თუ შეიძლება. ხვალ სადაპირებ გასეირნებას. ალბათ მუშტაიჩი. ой, მუშტაიჩი ძალიან ლამაზია, იცით, მე სხვა იდეა მაქვს. არგით რა ხალხო რა, რას თუ შვები ჩემს სულიერ სამყაროს. ხმალიაულესოთ ქართველებო, ხმალიაულესოთ შევაქცოთ საქართველოს. მამა, პატა ძალიან კარგი ბიჭია. აი ნახავ, ძალიან მოგეწონება. მოვიდეს. არაყი შემოვიტანო? არა, საჭირო მალე წავა. მამა.
მოგეშინია თვითონ წავა. კარგი ნერსე ახლა არ დაიწყო შენებური გამიხტომები. თავზარეულოში. აი მოვიდა. გაუღეშვილო, გაუღე ნუ უყურებ მამა შენს ერთი რა. ხავარია კარგი ბიჭია, ლოთი უსაქმური და ნარკომანი არ არის. გაუღე. თეკლა, გამარჯობა. გამარჯობა. როგორც სიტყვიან ხოლმე, აქ ამ შვიდობა შემოდგი, ფეხი წყალავდეთ ღმერთი, ფეხი ჩემიო, დანარჩენ თქვენცის თავადები ხართ ბოლო, ყველას თავი გავნებოთ. გამარჯობა. რომზად მეგობრებო, თეკლა ძვირფასო. უსაქმური არ არის. გამარჯობა ქალბატონ მარინე. ხეს. გამარჯობა ბატონო ნოშრე, გამარჯობა. რა პატა ნასვამი ხარ? ნასვამი რას ქვია? ცოტა დავლიეთ ბიჭები, რა გჭირს თეკლა, ცოტა დავლიეთ, რომ მომისმენი. თევზის სუნი ხო არა და საბერთინა? თევზის არა, მტკვრის. მოკლედ, ჩემი სტუმრები, მოდი, ლაშა. რა არის ხა, თავადი კაცი მანდ მოგესალმებათ იმაში, კარები შემოსასვლელი. მოდი ეს. ლაშა. გამარჯობა. ლაშა, გასულთავად. ლაშა. მე აი რო ადრე სალამი ზალი მობძანი ზალი ჩემი მეგობარი არაჩვეულებრივი პიროვნება უნიჭერესი პროფესორი ზალი გაიცანი ჰოპ კარგი მიხედე შვილოს სტუმრებს მიხედე მაგარი იყო ზალ გავიცერეთ გვეყოფა ახლა მართალი ყოფილა რა ჩვენ ის პაატას მეგობრები ვართ და პაატამ უთხრა ცოტა ისეთი უჟმური კაცი არის ბატონო უჟმური კაცია ცოტა ბატონი ნერსეო და ჩვენ ამოვყევით რომ ბიჭი არ დაიჩაგროს რა ისა ესე ბიჭე ჩვენ ხელსარელები არ მოსულვართ აგერ ბიჭებს თევზი შემოგჭა და შემოვამატებთ სუფრას მარინე გაიტანენ გადააგდე რას ქვია გადააგდე ბატონო ნერსე რას ქვია გადააგდე კი ბატონო ხალხოთოს რატომ მაწუხებთ მოურავი არა აი მარიანა დღეს ისე ზალი რაღაც ისე მოკლედ გადავიდე საქმეზე თუ შეიძლება ბოდიში ბატონ ნარსი ჭადრაკი მაგარია ბატონ ნარსი ჰოპა ჩარიდუ ბატონ ნარსი ეს მოკლედ რა ხდება ეს რა ქვია ბაბა თქვენს რა ერქვა კი არა მამა თქვენს რა ერქვა ბაგრატი მოკლედ რა ხდება ბატონო ნასრი რა ხდება გითხრათ ახლა მოკლედ მე მინდა გითხრათ რომ მე მინდოდა მეთქვა რომ მინდა გაკოცო კაი ბოლოდი შეგასეგები მოკლედ რა ხდება ბატონო ნოშტრე კი რობერტიჩ მოკლედ ესეთი რაღაცაა რომ მე და თეკლა ჩემს ერთადერთი გესმით თქვენ აცადე რა ხარ ლაპარაკობენ ადამიანები ამ სიტყვაზე არ მწოდნია სიმ ვერ აღზევ კი ბატონო მოკლედ რობერტიჩ რა ხდება მოკლედ მე და თეკლას ერთმანეთი გვიყვარს მოგწონს და თქვენ ეს მოგწონთ თუ არა ჩვენ სამოს მნიშვნელობა არა გაიგეთ მოკლედ ეგრეა რა ვქაზე შემოზალ თავარი მე და თეკლას ერთმანეთი მოგწონს თქვენ ეს მოგწონთ თუ არა ჩვენ ეს არ გვაინტერესებს მე და თეკლას ერთმანეთი გვიყვარს და გვეყარება ეს ცხოვრების ბოლომდე ხო თეკლა კიო ერთი თვალებში შემომხედე მე მართალი კაცი ყოფილიყარ
თვალებს მისწორებ. პატა, გაიღვიძე პატა. გაიღვიძე. საწავიდე ესე. ალბათ ხანჯალი უნდა მოიტანოს. ხანჯალი, იმიტომ რომ კაცია და ვერ გავიგე, აბა ის ხوار მოიტან ბავშვი. მარინე. აი ამ ახალგაზრდა მითხრა. მეო თქვენი ქალიშვილი მომწონსო. და მიყვარსო და თქვენო ესო მოგწონთ თუ არ მოგწონთ თუ გიხარია თუ არ გიხარიათ სულ არ მაინტერესებსო. ვაიმე დედა. ესე იგი იუმორი აქვს. კაი ბიჭია. კი. კაი ბიჭია? კი. არა მეც ესე ფიქრობ, კაი ბიჭია. მოდი ერთი გაკოცო, მოდი. მოდი. მოდი ლაშა უხერხული. სად მოვიდე გამოდი გასულ. ხო, აბა ერთად მობძანდით მაგიდასთან მობძანდით მარია თუ რამე გამოიტანე ყველაფერი შენ თეკლა გიტარა მიდი. მოდი ისეთი ღვინო უნდა დაგალევინოთ. ისეთი ღვინო რომ ცხოვრებაში არ დაგილებია სხვათა შორის ბევრი მაქვს თუ დაგჭირდება მოდი და გაგატან. რას ქვია გამოტან ბატონო ესე აქ რა ვერ დავლეთ ადგილზე ეგ. ადგილზე რა იგეთა ფალგე. ესე იგი გაიჩალიჩე. მაიცა წერანე შენ რაღაც ყველა სიტყვაზე რომ სიმღერას იწყებდი სიმღერა ხეხ აბა ეხლა საბერთი მიდი სადაც თქვენ ახართ მე ვერ ვიმღერებ ბატონო მერსე თქვენ დაიწყეთ ჩვენ აკვებით არ არის პრობლემა მართალია ბოლო თქვენთანო თქვენ შეარჩიეთ მართალია ამგვებით აბა რას ვიზოთ ბატონო მერსე გაფრიშაო მერცხა ალო ფრიდონ თუ სახლში ხარ გააღეკარები და გამოდი ფრიდონ თუ არ ახარ სახლში გამოდი და მითხარი რომ არ ახარ ფრიდონ მემალები ხო შენ დაგემალო სიცოცხლე შენ რას აკეთებ თუნო გაქებ და გადიდებ რას ვაკეთებ გლანძღა რატომ რა დაგიშვა რადა ჩემი ინდირას ამბავი ხოიცი ყველა შეწუხდა ყველა მეხმარება შენ კიდე იმალები მთელ დღე არ აღწხვენია არ ვიმალები არა ოქროს ბირჟაზე ვიყავი რა გიბირჟავება და რა გეოქროვება ბავშვი გერმანიაში ყავს გასაგზა მაცა დედა აგიხსნი ყველაფერს მე არ მაინტერესებს შენი ისტორიები რა 1964 წელს ბაცადე 1964 წელს ბაბუაჩემმა სიკვდილის წინ დამიბარა და ოქროს ხანჯალი გადმომცა. მითხრა, ჩვენი საოჯახო რელიკვია, კარგად გაუფრთხილდი შვილი რომ გეყოლება, იმას გადაეციო. დღეს მე ეს პირობა დავარღვიე და ის კამარ ხანჯალი გავყიდე. ლოთობისთვის, ხო? აცადე. მინდა ეს ფული ჩემი შვილიშვილის და ჩემი შვილის ინდიას ჯანმრთელობას მოახმარო. აი აქ ვიყავი. ჩემ ინდირას, ჩემ შვილს ფრიდო რა გული ქონია ბიჭო.